წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოკრივე ლურჯ კუთხეში თბილისიდან ნიკოლოზ კარსელაძე. You blinked at the way I held it twice. Slept in the gym while you rolled dice. Doubt tried to whisper, I slammed the door. Woke up the ghost I was fighting for. No trophy case, just a rusted chain. Link by link through the acid rain. You wanted glory, I wanted steel. Truth in the tension, real in the field. You measure wins by the crowds out here. მისი მეტოქე მოკრივე თბილისიდან წითელ კუთხეში დავით ბადურაშვილი. Zero shortcuts, all the hours I spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning yet. Oh yeah, it's burning yet. Hey. Trenches. One person luck, 99 breath. 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან. ახალგაზრდა მოკრივე თბილისელი ნიკოლოზ კარსელაძე, ხოლო მისი მეტოქე დავით ბადურაშვილი. დავით ბადურაშვილს კარგად იცნობს ქართული საბრძოლო ხელოვნებების კომაგი, საკმაოდ ცნობილი, ეპატაჟური და სკანდალური მოკრივეა, სკანდალური მებრძოლია, გამოირჩევა თავის ხასიათით, თავის ძლიერი დარტყმებით, თავის გამძლეობით. რაც შეეხება ნიკოლოზ კარსელაძეს, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული მოკრივედ ითვლება კარსელაძე, თავის მეორე ბრძოლას მართავს პროფესიონალური კრივის რინგზე. ახალგაზრდა 19 წლის ნიკოლოზ კარსელაძე. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ნიკოლოზ კარსელაძეს, აი ახლაც დარბაზში, ამ გადატენილ დარბაზში მრავლად არიან ნიკოლოზ კარსელაძის კომაგები. დარწმუნებული ვარ, ბევრი გვიყურებს YouTube-ზეც და მინდა მათ მივესალმო ყველას და მადლობა უთხრა თავიანთი ფავორიტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ნიკოლოზ კარსელაძე ინტენსიურად ემზადება საქართველოშიც, აქვს აწვრთნელი ბანაკები ესპანეთში და მართლაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო პერსპექტიულ მოკრივედ, თუმცა ყველანაირ პერსპექტივას დამტკიცება სჭირდება უშუალოდ ბრძოლაში, უშუალოდ რინგზე და ისეთი გამოცდილი მებრძოლის წინაშე, როგორც დავით ბადურაშვილია, ნახოთ რას შემოგთავაზებს ახალგაზრდა ნიკოლოზ კარსელაძე. რაც შეეხება დავით ბადურაშვილს, ის არის მოკრივე, რომელიც არასოდეს არჩევს მეტოქეს, ვინც დგას მის წინაშე, იბრძვის იმასთან და დებს თავის მაქსიმუმს. არ არსებობს ბადურაშვილმა უარი თქვას რომელიმე მეტოქესთან შეხვედრაზე, ესეთი რამე პროფესიონალურ კრივში, რაც ის ასპარეზობს, ნამდვილად არ ყოფილა და ყველას ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს. ის არის ნამდვილი მებრძოლი, რომელთვისაც ბრძოლა არის პროფესიაც, ბრძოლა არის ჰობიც, ბრძოლა არის ცხოვრებაც და დასაფასებელია აი ასეთი მებრძოლები, რომლებსაც შეუძლიათ იბრძოლონ, შექმნან შოუ, იყვნენ საინტერესო პერსონები გულშემატკივრებისთვის. კარგი შეტევა იყო ახლა ბადურაშვილის. ჯერ სახეში, შემდეგ უკვე უცელში, თუმცა კარსელაძის პასუხმაც არ დააყოვნა. გაცილებით უფრო სხარტი ჩანს კარსელაძე, ბადურაშვილს კი აქცენტი ძლიერ დარტყმებზე აქვს გადატანილი. დასრულდა პირველი რაუნდი. საინტერესო დაიწყო ორთა ბრძოლა, ვნახოთ რას შემოგთავაზებენ მოკრივეები მეორე რაუნდში.
როგორც გითხარით, კარსელაძე შედარებით ახალბე დამოკრივია, მეორე ბრძოლა მისი პროფესიონალური კრივის რინგზე, ბადურაშვილს უკვე 10-ზე მეტი ორთაბრძოლა აქვს აგროვილი, შესაბამისად ძალიან არ გამკვირვებია, რომ კარსელაძე აქტიურად იწყებს და ბადურაშვილი შედარებით უფრო დინჯად, თუმცა ვნახოთ როგორ გაგრძელდება შემდგომ რაუნდებში ორთაბრძოლა. 4 რაუნდის განმავლობაში იქნება ომი. განახლდა მეორე რაუნდი. აქტიურობს კარსელაძე, თავის შანსს ელოდება დავით ბადურაშვილი. კარგი შეტევა იყო კარსელაძის და თითოეული მისი ეს მოქმედება დიდ აპლოდისმენტებს იწვევს გულშემატკივრებში. ყველაზე მეტად კრივს უხდება გულშემატკივარი და ნამდვილი საკრივო გარემოა სწორედ აი ამის გამო, რომ უკვე გადაიჭედა მთელი დარბაზი. რა ძალიან სასიხარულოა. აი სწორედ ეს ჭირდება ქართულ კრივს. კომაგების ინტენსიური მხარდაჭერა. რადგან ნამდვილად ქართული საკრივო შოუები ევროპაში არც ერთი ქვეყნის შოუებს არ ჩამოუვარდება. თუნდაც დღევანდელი ორთაბრძოლები და ერთადერთი ყველაზე მეტად კი აი ეს მაყურებელი ალამაზებს, რომელიც დღეს ნამდვილად ძალიან ბევრია ამ დარბაზში. ბადურაშვილი შოუს დგას, თუმცა კარსელაძე ამას არ პატიობს, კარგი დარტყმა. თუმცა ბადურაშვილი რის ბადურაშვილი იქნება შოუს გარეშე, სანახაობის გარეშე. რა და აი ამ კუთხით ბადურაშვილი ყოველთვის აქტიურია. შემდეგ კი კარგი შეტევა მიაყოლა თავის სანახაობრივ მოქმედებებს. მაგრამ კარსელაძე ასეთ მომენტებს ფაქტია რომ არ პატიობს. კარგი შეტევა იყო კარსელაძის, თუმცა არანაკლებ კარგი პასუხი ბადურაშვილისგან. კიდევ კარგი და აი ასეთ ბრძოლაში დასრულდა მეორე რაუნდიც. და დარბაზის საოცარი მხარდაჭერა ნიკოლოზ კარსელაძეს და დავით ბადურაშვილსაც რა თქმა უნდა.
განახლდა ორთაბრძოლა, მესამე რაუნდი. კარგი დარტყმები მეტოქეებმა გაცვალეს. დაღლილობა არც ერთ მათგანს არ ეტყობა, სიმართლე რო ითქვას. კარგი იყო ნიკოლოზ ქარსელაძეს, კარგი მოქმედება. აქვს ამოკრივეს სისხარტეც, სისწრაფეც, ძალაც. აი ხედავთ, კარგი დაცვაც, თუმცა არა, ბოლოს მაინც გააუტარა ერთი დარტყმა. დავით ბადურაშვილმა მართალია უპასუხოდ არ დატოვია ეს ქარსელაძემ, თუმცა კარგი ეპიზოდი იყო ნამდვილად. ახლა კი კუთხეშია ქარსელაძე და ბადურაშვილი ცდილობს იაქტიუროს. აი ხედავთ, როგორი ინტენსიური ბრძოლა მიდის და გამოვიდა სიტუაციიდან ქარსელაძე. ნამდვილად დაძაბული, კარგი ბრძოლის მომსწრენი ვართ. გააცვალეს ისევ კარგი დარტყმები, სუფთა დარტყმები გაუტარეს ერთმანეთს. მეტოქეებმა არ ერიდებიან გარისკვასაც. ხედავთ ინტენსიურ შეტევებს ქარსელაძისა, როგორ პასუხობს დავით ბადურაშვილი. კარგი შეტევა იყო ბადურაშვილის. როგორც ჩვევია, ბოლომდე ბრძოლა. კარგად მოქმედებს ბადურაშვილი, თუმცა კარგად პასუხობს ქარსელაძეც. კიდევ ერთი შოუ ბადურაშვილის შესრულებით და კარგი აპერკოტი მიაყოლა ქარსელაძემ. ბრძოლაში გაილია ეს რაუნდიც. და ინგრევა დარბაზი აპლოდისმენტებით. ყოჩახ მოკრევებს. არც ერთი მათგანი არ აპირებს რამის დათმობას ამ ორთაბრძოლაში. ჩვენ წინ გველის ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები, მეინ კარდი, თეონა პიროსმანაშვილი, ჟასმინა ურინოვას წინააღმდეგ, აჩიკო ოდიკაძე, გიორგი გიგნიაშვილის წინააღმდეგ, მერაბ თურქაძე, გივითოდუა და საქართველოს საჩემპიონო 10 რაუნდიანი ბრძოლა ნოდა რობაქიძე და ვალერი გოჯიაშვილი. კარგი დარტყმა ბადურაშვილის და შესანიშნავად მოქმედებს ქარსელაძე.
რასაც ბადურაშვილი საინტერესო ჟესტი მოყვა და კიდევ ქარსელაძის დარტყმა. ცდილობს ბადურაშვილი შეავიწროოს მეტოქე. თუმცა სიზუსტე დააკლდა ამ შემთხვევაში და აი უძლიერესი დარტყმა მეტოქის წინააღმდეგ. ცდილობს ძლიერ დარტყმაზე დაიჭიროს ქარსელაძე დავით ბადურაშვილმა და დამცავი კაპი გადმოუვარდა ქარსელაძეს პირიდან. შეტევაზია ბადურაშვილი, თუმცა კარგი თავის დაცვა ქარსელაძის მხრიდან. სწრაფია ქარსელაძე გაცილებით, სხარტია და რთული სიტუაციებიდან ამ სისხარტის ხარჯზე იოლად ახერხებს თავის დაღწევას. და ასე მართლაც საინტერესო და სანახაობრივი ორთაბრძოლის მომსწრენი შევიქენით. მადლობა ორივე მოკრივეს. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ამ წუთებში ძალიან აქტიურობს და ვნახოთ როგორი იქნება საჭთა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ბრძოლის შედეგის დასაფიქსირება. 4 a.m. concrete bites my palms raw. No spotlight glare, just echoes in the war. While you chase trends, I stack the weight. Each drop a vow, each drop a fate. Fingertips cracked on iron bars. Counting breaths like falling stars. No handouts begged, no past retrace. Every star a medal, earned in grace. You think respect is bought with noise? Real names are crossed through silent poise. 1% luck, 99 grit, 0 shortcuts. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in yet. My name's not given, it's burned in yet. You back down, I doubled the load. Slept on the floor, wore dreams the road. Out knocked once, I left it cold. Woke up the fire that won't grow old. No trophy gleam, just rusted chain. Forged in the rain, again. You want it blaze, I want it spine. The kind that stands when worlds decline. Your wins are counted by the crowd's applause. Mine that's the moon through broken laws. 1% luck. 4 რაუნდის შემდეგ ვესნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. ქულები ასე გადანაწილდა 40-26, 40-27 და 40-26. შესაბამისად მსაჯთა გადაწყვეტილებით ბრძოლაში გამარჯვებულია ნიკა ქარსელაძე. They ask why I never chased the fame. Because legacy isn't shouted, it's built in the dark. ნიკოლოს ქარსელაძე გამარჯვებული აი ამ ბრძოლის ახალგაზრდა 19 წლის პროფესიონალი მოკრივე. მინდა მიულოცო მორიგი გამარჯვება პროფესიონალურ კრივის რინგზე და უსურვო საომრავლო წარმატებები, ასევე წარმატებები დავით ბადურაშვილს, რომელმაც შეგახსენებთ რომ რინგის ზემოთ გელოდებათ ბაზა ჯგუფის
კვების ზონა, ჰოთ-დოგები, სხვა საკვები პროდუქტები და სასმელები. აღიდგინეთ ენერგია და დაუბრუნდით კრივს სრული ძალებით.